გამარჯობა ჩემო მეგობრებო. ესე ჩვენი საღორის ტყე ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება. გამოდის ხეები, ყველაზე ლამაზი ფერებია. ვიდეოარ სოფელში. მიმაქვს უკან მოუყვება პატარა ფურგონი მანქანები როა. ტახტი მაქვს დადებული. ტახტი ძველი სოფელში რომელიც ქონდა გადავაგდით და ახალი შევიძინე და მიმაქვს ახლა და დავდებ ცარიელი იყო ოთახი და როდის დავდები ტახტის ერთი სული მქონდა და როგორც იქნა დადგა ეს დღე და იქ ჩანჩალობ ახლა და დავდებ ლამაზად ტალს გადავაფარებ ლამაზ გადასაფარებას და იქნები კმაყოფილი ისეთი ამინდია წვიმს მაგრამ სოფლის დასვლა მაინც მიხარია წვიმაში თაურში სიცხეში სულ მიხარია ნახე როგორ მოდის ახლა ეს და მე რო ჩქარა მივდიოდი ახლა ხო დავეტაკებოდი და მოხდებოდა ავარია ასე დადის უტვინო ხალხი დამთავრდა აჯამეთი და დაიწყო ჩვენი სოფელი. ჯერ არ დაიწყო ჩვენი სოფელი, ცოტა ხანში დაიწყება, მაგრამ ეს გზა არის ის გზა, რომელსაც მთელი ცხოვრება დავდივარ და ყველა ჯერზე, ყველა კუთხე, ყველა კუნჭული, ყველაფერს სიამოვნებით ვათვალიერებ და სიამოვნებით უყურებ ყველაფერს და მიყვარს. იმიტომ რომ ეს გზა არის ჩემი ბავშვობის გზა, ახლა ყველა ბავშვობაში თუ სადმე დადიოდნენ სოფელში ბებია ბაბუასთან ყველას უყვარს რა თქმა უნდა, მარტო მე კი არა, მაგრამ მე განსაკუთრებულად მიყვარს და ზოგადად სოფელი მიყვარდა ყოველთვის განსაკუთრებულად. ყველა რომ ყოველთვის გარბოდა ქალაქში, მე და ჩემი დაც გამოვიდით სოფელში, იმიტომ რომ სოფელში გვიყვარდა. სოფელი ცხენთარო არის ჩემი დედაჩემის სოფელია, დედაჩემია ცხენთაროველი. მეც ცხენთაროში ბებიასთან რო ჩამოვდიოდი ხშირად, გავთხოვდი მეზობლად იქრე. 3-4 მოსახლე არა ჩვენ შორის. ხო, შორს არ წავსულა ერთი სიტყვით. ჩემი მეუღლე ცხენთაროველია, ჩემი მამამთილი. ხო და ასე ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო ცხენთაროს ქუჩებში და უბნებში და პატარა ლამაზი ისტორია გვაქვს ერთი სიტყვით. ეს ისტორია ძალიან ცუდად დამთავრდა, მაგრამ დასაწყისი იყო ძალიან ლამაზი და ყველაფერი იყო ფერადი. როგორც ყოველთვის ხდება. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული არის ეს გზა და ზოგადად ჩემი სოფელი. ყველაფერი მიყვარს, ყველა მიყვარს. ცხენთაროველია რო გავიგებ არ ვიცი. ყველა მიყვარს აბსოლუტურად. და ზოგადად ახლა ყველას თავის სოფელი უყვარს, მაგრამ ჩვენი სოფელი განსაკუთრებული სოფელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და კარგი ხალხი ცხოვრობს ჩვენ სოფელში. გაჯევრების დროსაც ისეთი ყველა გვერდით უდგა ერთმანეთს. ხო და ძალიან კარგი სამეგობრო. ჩვენ ახლა მე და ჩემი მეუღლეს ერთი სამეგობრო ვყავს, იმიტომ რომ ერთობაში გავიზარდეთ და საერთო სამეგობრო, საერთო სანაცვლო, საერთო სანათესაო ყველაფერი საერთო გქონდა. ადრე ავტობუსები რო იყო, ყვითელი ავტობუსები, იმ ავტობუსებით დავდიოდით. ხო და იმაში რო ჩავდებოდი, არ ვიცი. ბებია ჩემი გვიცდიდა ჭიშკართან. ხო და მე ჩემი მეუღლეც მიცდიდა. როდი ჩამოვიდოდი, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ეს სწავლობდა თავიდან ქუთაისში სწავლობდა
მე-5 თუ მე-6 კლასამდე, მაგრამ მე ჩემ დედამთილ მამამთილს გარდაეცვალათ შვილი ავარიაში. შვილი ძალი, ფეხმძიმე, უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. დაახლოებით 31-32 წელიწადია მის მერე ჩვენ ბავშვები ვიყავით მაშინ. ხო და ჩვენ სოფელს ასეთი ტრაგედია, რა ვიცი, ტრაგედიები ბევრი დატრიალდა ჩვენ სოფელში და უამრავი ახალგაზრდა და კარგი ადამიანი არის წასული, მაგრამ მაშინ იმ პერიოდში იყო რაღაცა სასწაული დიდი ტრაგედია, რომელიც მთელმა სოფელმა გულთან მიიტანა. ეხლაც ჩემი მაზლის მეგობრები ხშირად ძალიან დიდი გულის ტკივილი მოიხსენიებენ. არ არსებობს რომ სასაფლაოზე არ შეიარონ. ხო და იმათი სული არ ახსენ. უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩემ დედამთილის ოჯახში. ორ დებს გარდაეცვალათ შვილები, ესე იგი ავარიაში მოყვა ჩემ დედამთილის ბიძაშვილი. მისი მანქანაში იჭდნენ ჩემი დედამთილის შვილი, შუათანა, ავტო ერქვა, მისი ცოლი ფეხმძიმე და ჩემი დედამთილის დიშვილი შვილთან ერთად. ხო და ყველა დაიღუპა აბსოლუტურად. ნახშირღელეში მოხდა ეს ავარია. ხო და ამ დიდი ტრაგედიის მერე ჩემი დედამთილი მამამთილი ჭავჭავაძეზე ცხოვრობდნენ, ნიკვინა გვაქვს და იქედან რომ დაასაფლავენ სოფელში ჩემი მაზლი და რძალი, მის მერე გადმოვიდნენ სოფელში საცხოვრებლად და ჩემი მეუღლეც გადმოიყვანეს იქ ქალაქის სკოლიდან სოფლის სკოლაში. და ასე დაიწყო ჩვენი სოფლის ცხოვრება. ნუ მანამდეც ვიცნობდით, რა თქმა უნდა, ჩვენ ბაღიდან ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ მერე უკვე ძირითადად სოფელში ცხოვრობ. ესე ჩვენი სოფლის შესასვლელი. ხო და ასეთი ტრაგედიის მერე, რა ვიცი, შოკი იყო მარტო ჩემი ოჯახისთვის, არა, მთელი სოფლისთვის. ხო და მის მერე ცხოვრობდნენ სოფელში და ასე შეგვიყვარდა ერთმანეთი და ცხენთარო ისედაც მიყვარდა, ჩემი სოფელი იყო საყვარელი და მე ორმაგაც მიყვარდა. ხო და ეხლა როცა ჩემი ბებიაც აღარ წავიდა იმ ქვეყნად, ჩემი მეუღლეც, ჩემი დედამთილი მამამთილიც დავჭი ასე მარტოკა, მაგრამ მაინც არ ვტოვებ ჩემს სოფელს, არ იცი, სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ დავტოვებ ალბათ. ესე ჩვენი ლამაზი სოფელი, ეს არის სოფლის ცენტრი. ქათმებო გაიწიეთ. ჩემი მეზობლის ქათმები ჩემ ეზოშიდებენ კვერცხს და კვერცხი მაგ. ესე ჩვენი სასაფლაო, რომელიც ამას წინებზე რაღაცა ვიდეოში ვამბობდი, მე მგონი რომ ჩვენი სოფელში არის ერთ განსაკუთრებული ისა, რა ვიცი, რამდენად კარგია თუ ცუდია, არ ვიცი. სასაფლაო არის სოფლის შუაგულში. ეს ჩემი მეუღლის სასაფლაო, აგერ ჩემი დედამთილი მამამთილი და ყველა აქ დასაფლავე. ხო და სოფლის ცენტრშია სასაფლაო. ხო, შუაგულში. ხო და ასე მიჩვეულები ვართ უკვე ამ აქ ცხოვრობს ჩემი ბიძა, აქეთ მარცხენა მხარეს. ხო, აქ ჩემი ბებია და დედა ცხოვრობდა აქ და აი ახლა აქედან სად გავთხოვდი მე. აგერ ორ წუთში მივადგები ჩემ ჭიშკარს. ეს ახალია მიწია და ვინ იყო არ ვიცი. აღარ მახსოვს. ესე ჩვენი სოფლის აქეთ ცოტა ხანში მთავრდება. ეს ჩემი ლამაზი სოფელი. ახლა გავთიშავ და არაფერს დავეტაკო.
და აქეთ შევალა ასე რომ მანქანა შემოვიდეს და ჩემი კუშკუშა ყვავილები